Lasca! მშვიდობა ქართველებო, ჩვენ ვაგრძელებთ სუბიექტური მიზეზების გამო კარგ ხნის უკან შეჩერებული ხილების ჩვენებას. მე შეგვირდით სადღაც 3-4 წლის უკან, რომ მე დაგინგრებთ ყველა იმ კუმირებს, ყველა იმ ფანტაზიებს, ყველა იმ ზღაპრებს, რაც კი დღევანდლამდე გაუკეთებიათ ამ მსოფლიო ჭყალებში რო ვთქვათ, მსუბუქად აფერისტებს, მაგრამ ეს აფერისტებზე უდიდესი მონსტრები არიან. მეგენი არიან არა ადამიანები, მოდი ასე ვთქვათ, მინდა ჩვენ ტენდენციურად მივალთ ჯერ კიდევ ამის მხილებაზე, რომელიც დღემდე ვერ მოასწარი, როგორც გითხარი, სუბიექტური მიზეზების გამო. კი ბატონო, მე ვანგრევ, მაგრამ ვაშენებ ახალს და ახალ ცნობიერებას. არა იმ ნანგრევების ხარჯზე და იგივე მასალით, რომელიც ნანგრევებში მოხდა. არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვაშენებთ სრულიად ახალ ცნობიერებას, რომელიც მიგვიყვანს უმრავლესობის აზრით რო იტყვიან ქრისტესთან, თუნდაც ჭეშმარიტ ქრისტესთან. ანუ იმენით რო გელაპარაკოთ, რომელიც 20-25 წლის შემდეგ იქნება, ეს არის ის, რაც არის თავად ადამიანში ჩაბუდებული. ეს არის თავად ღმერთი. ის, რომელიც ვინც თვი რამოდენიმე წამის უკან არ ადამიანებმა დაანგრიეს ადამიანის დნმ-დან დაწყებული, დამთავრებული გონებამდე, დაანგრიეს, მოსპეს და ის გახადეს მონა. ამიტომაც ნელ-ნელა და ტენდენციურად და არაერთბაშად მთელი 2000 წლის განმავლობაში ეს მოდი ასე ვთქვათ, სატანისტები ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ დღესაც, რომ ადამიანს არ შეემეცნა საკუთარი თავი. რატო? იმიტომ რომ ის მიხვდებოდა, რომ ის თავად იყო ღმერთი და თუ ის იქნებოდა თავად ღმერთი, მაშინ მისი მართვა შეუძლებელი იქნებოდა. და რა თქმა უნდა, მის უნდა გაეჩინათ ვიღაცა ან რაღაცა, რომ გადაეტანა მისი ყურადღება, რომ შეიძლება არ შეიძლება და უნდა იაროს სადღაც, უნდა ილოცო, ან
ღვთაებას გაგიჩენდნენ, ან ღმერთებს გაგიჩენდნენ, ან პანთეონებს გაგიჩენდნენ და იქ დაგისვამდნენ თავიანთ კანს, რომელიც გმართავდა თავისი ნებით. კარგით, მეგობრებო, მე წილად გითხარით, რომ გაგრძელება იქნება თქო იმ საკითხსა, რომელიც ორი ვიდეო დავდე წინა კვირას და ეს შეეხებოდა პიდარასტიას და რატომ აი ზამის პიდარასტიას, იმიტომ რომ ეს ბევრჯერ მithmams და ამაზე უამრავი ხილება მან გადაღებული, რა ვიცი, არაფერი არ მაქვს დატოვებული პრაქტიკულად და იმიტომ შემოგარგებო, რომ ეს არის სწორედ ასე, რომ იმ სატანისტების პიკი. რატომ? იმიტომ უნდა გაეხადათ ადამი, ანუ ღმერთმა როგორც გააჩინა თავისა და ხატად, იმის მაგალითად უნდა შეექმნათ მისი ანტიპოდი. მოდი დღევანდელი ენით, ვისაც გაწყობთ, უნდა ვთქვათ ანტიქრისტე. გამიგეთ? ანტიპოდი. და ის შექმნეს მათ. ცნობიერულად და ფიზიკურადაც. საბედნიეროდ ეს ვერ მოხერხდა საქართველოში, მაგრამ ის ძალები, რომელიც სწორედაც რომ უტევენ დღემდე კიდე რამოდენიმე წელიწადია, ეს არის ევრო დასავლეთი პლუს ამერიკა და ისინი დაჟინებით ითხოვენ ამას, რომ მიიღონ მაინც და მაინც ეს პიდარასტია და გენდერობა ეს უკვე წინაპირობა არის, მაგრამ ჯამი არის პიდარასტია. და რომ ამ ტერმინის ქვეშ რეალურად არსებობენ არა მარტო ის, რომელიც მე თქვენ განახეთ ადრე ხილებებში, ვიღაც მომღერლები და მსახიობი, არამედ კიდევ ვინ, ამას ვიხილავთ ამ და სხვა ნაწილებში. მოდით ახლა წარმოგიდგენთ კიდევ ერთი სოფლიო კუმირის, ვამბობ სოფლიოს და არაერთი და ორი ქვეყნის ძლიერ მომღერალზე, რომელიც თავისითაც კი წერდა ლექსებს, სიმღერებს და ასე შემდეგ. თუმცა ბევრია ასეთები, რომლებიც თავისით კიდე ქმნიან სიმღერებსაც კი. ეს გახლავთ, ჩემო კარგებო, გაგიკვირდებათ და ეს ზოგიერთმა იცის, მაგრამ უმრავლესობამ როგორც ასეთი არის. ეს გახლავთ, ჩემო კარგებო, ფრედი მერკური. She's killed a man, put a gun against his head, pulled my trigger, now he's dead. Mama. ფრედი მერკური, რომელიც დღესაც კი აზანზარებს მუსიკალურ ინდუსტრიას, უფრო სწორედ იმ მელომანებს, ვისაც რა თქმა უნდა, ფრედი მერკურის სიმღერები მოსწონდა. და ის მართლა კარგი იყო. არა ვარ სწორი. უნიკალური იყო. თავისი კი ბატონო ხმითაც და ტემბრითაც და ჟანრითაც და ყველაფერით. მაგრამ ჩვენ ავიცით მთვარის მეორე მხარე. და მოდით შევხედოთ ერთი ვინ იყო ეს ფრედი მერკური. ფრედი მერკური ჩემო კარგებო გახდათ როგორც უმრავლესობას ვერ ვიტყვი, მაგრამ დღეის გაგებით კი ბატონო უმრავლესობა გახდათ გეი. დიახ. აგერ ჩემო კარგებო და ეს კარგა 6 წელიწადი დაოჯახებული იყო არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, ვინმე პროდიუსერი ჯონ ჰეტონი. Официально был мужем Фредди Меркури в течение 6 лет. Фредди Меркури и Джим Хэттон впервые встретились в баре в 1983 году. Фредди предложил новому знакомому выпить, но Джим не узнал звезду и просто отказался. И только позже друзья сказали Хэттону, что к нему подходил вокалист. ჩემო კარგებო, ვინაიდან ძალიან ბევრი მაქვს დაგროვილი და სათქმელი და სანახავი თქვენთვის, ამიტომ მე არ შევჩერდები ამის ბევრ განხილვასთან, ჯონ ლენონთან ახლა გასაგებია თუ რატომაც არის რატომ პოზირებს. მაგრამ ამიტომ მე შევეცდები ასე ვთქვათ მოკლე ინფორმაციებით და შემდეგ გადავიდე სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე.
იმისათვის თუ კიდევ ვერავინ ვერ დაიჯერებს და რა არის აქ დაუჯერებელი პრინციპში აქ კინოს გადაიღეს ფრედი მერკურზე, რომელიც ითამაშა, რომელიც კარგად შეასრულა ეს ფილმი და იქ არის ასეთი მომენტი, როდესაც ის მიდის, ასე ვთქვათ, მშობლებთან და აცნობს ამ თავის შეყვარებულს ჯონ ხანტონს. Я немного запутался, если честно. Ты был прав. Мне не помешает друг. Не хочешь выпить со мной чаю? Чаю? Скажите, Джим, а как вы познакомились? Вы работаете вместе? Джим, мой друг. ეს კიდე მეორე ნაწილი, როდესაც ის, გოგოს, რომელსაც უყვარს, ფანატია თუ уყვარს ფრედი მერკური და როდესაც ის უტყდება, რომ ის არის გეი. Фредди, скажи, что не так. Ведь между нами что-то давно не так. Я много об этом думал, и... Кажется, я бисексуал. Я давно поняла, но не хотела это признавать. კიდევ შევამოკლებ აქ სასაუბროს და გეტყვით ერთ კიდევ სასწაულს, როდესაც მან შეასრულა ბოჰემური რაფსოდია და ეს დღესაც ჩამოუხსნელი, ასე ვთქვათ, იმ შკალიდან, რასაც ხვია, მსოფლიო შედევრები. მაგრამ მე ხა დრო გამეწელება ამის ტექსტი რო დავდო, გამიგედა რომ გაგიშიფროთ ყველაფერი. ამიტომ მე ამას არ გავაკეთებ და ვისაც გნებავთ ეს მოიძებნება ბუქშიც შემოკარგებო და მშვენივრად შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს ტექსტი თუ რაზე აქვს სიმღერა. აი დედას რომ უმღერის, ხო, ეს არის მოკლედ გეტყვით, რომ დედას ეუბნება რომ მოკალი ბიჭი, ანუ საკუთარ თავზეა, მე მოკალი ბიჭი და მე გადავდივარ სხვა ესე იგი პლანზე და ახალ მოკლედ ეს არის, იმიტომ ქვია რაფსოდია, თუ რატომ ბოჰემური ეს უკვე სხვა საკითხია. მაგაზე შეიძლება კიდევ სხვა დროს მექნეს საუბარი, მაგრამ აქ არის იგივე შინაარსი, რომ ის უწყდება თავის მშობლებს, თავის დედას იმაში, რომ მე ვარ გეი, ვიბადები ახლიდან და მოკლედ გამიშვიდა ასეთი ამბავი. აი ეს არის აქ ტექსტი ამ უნიკალურ, ასე ვთქვათ, სიმღერაში. და რატო არის მართლაზე თუ ასეთი არიან ადამიანები, რატომ ქმნიან ისინი უნიკალურ მე ავამბობ ხა მარტო იმაზე რა ქვია პიდარასტებს, ხო? მე რამდენი განახეთ ადრიან ფილმებში გახსოვთ, ხო, ბიონსე და დაწყებული და შაკირა და რა ვიცი ლედი გაგა ხო საერთოდ და მადონა და ასე შემდეგ ისინი არ არიან ახლა ზოგი ტრანსვესტიტიც არ არის ლესბოსელი და ასე შემდეგ. მაგრამ ემსახურებიან პირდაპირ სატანას, ხო? მაგრამ ისინი ქონიან, ღერიან, სასაუცემლოებს, ხო ასე? და თუ რატომ ამას ბოლოში კიდე ვილაპარაკებთ შემოგარგებო და მოდით ახლა ცოტა ავიციოთ ჩვენ ახლა მაღლა, გამიგეთ? და მოდით ახლა განახებთ მე თქვენ მოვამთავრეთ ახლა ეს. ფრედი მერკური არ ვიცი ახლა ამდენი ყურადღების დათმობა და ახლა განახებთ მე ამ სურათს. ალბათ თუ მიხვდებით ვინ არის, ხა შეიძლება ზოგს ახსოვს ხალხის პოლიტიკაში ახლოს არის და რაღაცა, მაგრამ არის ეს ქალი კი? ეს პირობა. ხო, კარგით. ეხლა ნახოთ შემდეგი. ეს გახლავთ შემოკარგებო ბუში უფროსის მეუღლე. ანუ უმცროსის ის მაგარი იდიოტი კიდე არ თქვა. ეშმაკის განსახილება რო იყო იმის დედა. კიდევ ერთხელ შევიხედოთ ამ ადამიანის ინტერვიუში და დააკვირდით ახლა ამის
ვიზუალს დააგვირთ. If you could. Well, at a breakfast this morning, someone gave me 2 buttons, one for George and one for me, that had a 5-0 on it. This was they said I must wear it until we get back our hostages. And I said to the lady, but there aren't 50 hostages, there are 53 hostages. And I feel very strong. ასხია ეხლა ამას რამე ქალისა? დიახ, ჩემო კარგო, დიახ. ეს არის ბარბარა ბუში, აი უფროსი ბუშის ცოლი და ეს გახლავთ დიახ, როიტყვიანის. ხო. მაგრამ მე ხარ რატო ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? ესე იგი გასაგებია მომღერალი, გასაგებია მსახიობი, აი გახსოვთ თქვენ ახლა ყველაზე უფრო დიდი გრანდიოზული პიროვნებები, რომელიც მე განახეთ წინა მხილებებში, ეს იყო ჟან მარე. თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა ჟან მარე, რომელსაც მთელი მსოფლიო იშოკებოდა, არა მარტო ქალები და მამაკაცებიც, იმიტომ რომ ისეთი ვაჟკაცური როლი ჰქონდა მას და ნუ ქალები ხო საერთოდ, ხო? და ის გახლავთ პიდარასტ, ხო? გეი. აქეთა ხანობაში რო წამოვიდეთ ჯონ ტრაvolta ჩემო კარგებო, რომელსაც ყოველთვის მიცემული ისეთი როლები, სადაც ის მაგარი კაცია, ვაჟკაცია, ქალთა გულის პრობელია და ასე შემდეგ, ჟან მარიც იყო სხვა შორის, ხო? მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისიც არის გეი. და მე იმიტომ ვამბობ, რომ ეს ხო კაი გასაგებია, ხო? მაგრამ როდესაც სოფლიო ლიდერები და კაი ისინიც არ ვთქვათ, სოფლიოს ლიდერი, ამერიკის, რომელიც სოფლიო იმპერატორი იყო, ხო? ახლანდობამდე. იმიტომ რომ ხა უკვე კარგავს ძალებს და ყველაფერი, ხო? ამათი ცოლები, შვილები, თავად იმპერატორებიც, დიახ, თავად იმპერატორებიც. ესენიც ზოგი გეია, ზოგი ტრანსვესტიტია, ზოგი ასე, ნუ მოკლედ, აი ხა ნახავთ ჩვენ ახლა ყველაფერზე, მოდით ახლა გადავიმეოროთ. და მოდით ახლა გადავიმეოროთ ბარეღამ ჩემი ერთ-ერთი მხილება, რომელიც 58 ნაწილი იყო და სათაური იყო მის რას გადავურჩით. ის აღმოჩნდა ტრანსგენდერი. Who needs 4th of July fireworks when you've got Joan Rivers? Oh, yeah. Yeah, the comedian who lately has been censoring her own typically outrageous commentary recently officiated. Ladies and gentlemen, the cover-up of Michelle Obama's gender is collapsing. As we speak, CNN and hundreds of other publications are being forced to admit that Joan Rivers, who was friends with the Obamas, said that she was a tranny before she died. And they are desperately trying to cover up the footage, the new footage, showing what is in Michelle Obama's pants. Chelsea Clinton has also come out and demonized yours truly, claiming that I am this ultimate monster, when all I'm doing is reporting on what CNN has already covered. They hope you don't watch this video, and they really hope you don't share it. Who needs 4th of July fireworks when you've got Joan Rivers? Oh, yeah. Question. The response was, typical Rivers.
You know Michelle is a trans. I'm sorry, she's a what? A transgender. We all know. Oh my gosh. While it's very mean in some ways, people It's not can't wait mean. to It's hear what not you have to say. mean. Really? It's not mean. You can. It's not mean. I tell the truth. I'm sure I say the same things that all your viewers say to their friends sitting next to them on the couch. Simply put, this is one of the most remarkable stories I've ever been involved in. I did a report yesterday pointing out that back on July 4th, 2014, Joan Rivers, who died a month later, came out and said that Obama was gay and that Michelle Obama was a tranny. Now, a lot of folks had already pointed out shots of her with bulges in her pants or her looking like she was a guy adjusting herself, but I hadn't really covered it. But when Joan Rivers died a month later, I said that we should look at it. Now, new video has come out of them at Harvard last week with one of their reported daughters. And Michelle walks down with Obama and she's walking like a guy. And it looks like she's either got like a rubber snake from Halloween or something in her pants. And we simply said, wow, this is a viral video. What do you think? And the media misrepresented what we said. They claimed that we made it up and there was no mention of Joan Rivers. But the truth is, even CNN back at the time came out and had the headline that Joan Rivers was saying that Michelle Obama, who she was friends with and had dinner with many times, was a tranny. So they've been really trying to cover this up, and they never mentioned Joan Rivers. რომელიც გახდა ჩემოგარგებო ჩვენ, ახლა უკვე გარდაცვლილია, ბესარია თუ კესარია რო იყო, ვიცი საქართველოში, ხო, თბილისში. დიახ, იმის ტრანსვესტიტი, გადაკეთებული და შემდეგ, ახლა მე გავიხსენოთ ბარეღამ ჩვენი მიშიკოს კადრები, რომელიც თავისი შვილის მეგობართან ჯერ ერთი და ის შვილი და მეგობარი რო რაშვებოდნენ ერთმანეთთან ამაზე კიდე ეს აი ამ ვიდეოშია მხილება 58-ში ეს ყველაფერი და რომელიც შემდეგ წავიდა ეს ალექსანდრე და გადაიკეთა ალესიად ამერიკაში და ამ შობელძაღლმა მოძებნა კონკრეტულად ის ახლა ამერიკაში ვერ მოძებნა მან ის რა ქვია გამოძახებით გოგო ხო და კონკრეტულად მასთან ჩაწვა დაწვა ისე რომ ყველაფერი იცოდა. კარგი, მე ახლა ამას არ გავგრძელდები და მოდით ახლა ნახოთ შემდეგი კადრი. აი ეს ტრანსვესტიტი შუაში კი ვინ არის? ობამა. აი მე გეუბნებით მსოფლიო ლიდერებს, მსოფლიო, რომელსაც აზანზარებენ მთელ მსოფლიოს, რომელიც ხო? ობამას კიდე დაუბრუნდებით ცოტა ხანში და ეხლა გადავიდეთ კიდევ იმ ვინაიდან ჩაურთო მინდა ეს რატომ იმასაც გეტყვით ეს გახდათ ჯოლი ანჯელინა ჯოლი მეს ამაზე ცალკე მაგ კიდე გადაღებული სადაც მე აქ მამა ტერეზას ჩამოსვლასთან მაგ დაკავშირებული ეს პირდაპირ თურაშუაში ანჯელინა ჯოლი და შემდეგ დედა ტერეზა, რომელიც მწვანებელმა ზვიადმა ჩამოიყვანა, ჩამოაყვანიეს თუ ასე შემდეგ და ამაზე იქამაკ საუბარი, ეს არის 71 ნაწილი ფილმისა. ცოტა ფრაგმენტზე ხალხს განახებთ, გადახვევით ოღონდ დაჩქარებით. Если говорить об том, что Анджелина Джоли наркоманка, это, в общем-то, считаю, что ничего не сказать. Поэтому, в общем-то, и была вот эта вот идея разработана с тем, что поменять ее образ и сделать из нее посла доброй воли. Был черный ангел, а вдруг стал светлым ангелом. Вот посмотрите, вот вам Анджелина Джоли. Международная гуманитарная система работает на основе того, что беженцы будут защищены в основном в лагерях, где они могут получать базовое питание и образование.
Необходимо, чтобы миротворцы имели наилучшую из возможных подготовку, оборудование, а также самые высокие стандарты личного поведения. Анджелину Джоли называют пиарщицей. Посмотрите, тщательно выверенный образ. Восточный хиджаб и массивные серебряные украшения в африканском стиле. Огромное количество журналистов. Звезда Голливуда позирует перед камерами и выслушивает душераздирающие истории беженцев. Для меня, как для матери, самое сложное, когда я посещаю такие места, это думать, что ваш ребенок голоден, ваш ребенок нуждается в лекарствах или в крыше над головой. და ჩვენ გონია რომ ეს შემოკარგებო, ეს მშვიდობის წელიწი მარტო ეს არის? ეს დღესდღეობით გეუბნებით რომ ეს წარმოადგენს კი. მაგრამ ცოტა უკან დავიხიოთ და გავიხსენოთ აბა. ცხონებული ზვიად გამსახურდია და მერაბის პერიოდი. ვინ ჩამოიყვანა ზვიად? გვახსოვს ხო? დედა ტერეზა. დედა ტერეზა მაშინ ითვლებოდა, რა თქმა უნდა, მშვიდობის წელსჩად. ნუ ესეც რა თქმა უნდა ამერიკული პროექტი იყო და ჩვენც ნუ ახლა რასაც გვეუბნებოდეთ ეს დავიჯერეთ ყველაფერი ერთად. დედა ტერეზას იმდენი მამაძაღლობა არა გაკეთებული როგორც ამას. გამიგეთ და იმდენად გარყვნილი არ იყო როგორც ანჯელინა ჯოლი, მაგრამ მამშვენი რა დიცოდა თუ რატო დადიოდა. რას აკეთებდნენ მის ზურგს უკან, მაგრამ ის ამას არ ამბობდა. რატომ? იმიტომ შეკრული იყვნენ. რეიგანთან და ასე შემდეგ. გესმით, ასე შემოგარგებო ხარ საქმე და სადავართ ახლა. Лара Крофт. Расхитительница гробниц. Добрый вечер. Вы иллюминат. С чего вы взяли? Это всего лишь сказки. Иллюминатов нет. Иллюминаты. Повелители света. მოდით ახლა მე არაფერს არ ვიტყვი და ნახოთ ყველამ ერთად თუ როგორ არის ეს ანჯელინა ჯოლი ამ ილუმინატების, ანუ სატანისტების, აი თლად ზემოთ რო არის იმალ წრეში შესული და როგორ შეიყვანეს, რა რიტუალები და რა გაკეთებინა, გაიარა მან. Вот другое видео, которое анонимно выложил один из друзей Джоли. 23-летняя актриса под кайфом рассказывает, как проходило посвящение в сатанинской секте. Очень странное ощущение, как будто бы вас что-то связывает по рукам и ногам, и как будто бы вы сошли с ума.